გორში უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამას შიოშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაურთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად დაესწრო. გორის გარდა ღონისძიებები გაიმართა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. დედაქალაქთან ერთად ბათუმსა და ქუთაისში, გორსა და ზუგდიდში დაარსებულ მემორიალებთან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წელსაც სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად აღნიშნავთ უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს და თანადგომას, თანაგრძნობას ვუცხადებთ 2000-მდე ოჯახს, რომლებმაც მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას მარადემ მოგზაურობად საქართველოს ერთიანობის ბრძოლაში დაკარგული ჩვენი თანამოქალაქეები, სამხედრო პირები, გმირები და მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. ჩვენ კი განვხრევად გაძლიერებული ძალისხმევით ვაგრძელებთ სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას, ციფრული საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, ოჯახების ნება-სურვილის მაქსიმალური გათვალისწინებით, სწორედ იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მეტ ადამიანზე მოვიძიოთ ინფორმაცია, გაუჩინარებოთ ახლობლისა და ადგილსამყოფელის თაობაზე და დავასრულოთ ოჯახების ხანგრძლივი გაურკვევება და მოგოდნენ. სულს მადლობა გადავუხადოთ დღევანდელი ღონისძიებების ყველა მონაწილეს, ოჯახებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე შეტანილი წვლილისთვის და გაწეული თანადგომისთვის. ეს არის უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე. ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავთ, ასე დიდებულად, ასე კარგად პატივს მივაგებთ უგზო-უკლოდ დაკარგულებს. მემორიალი გაიხსნა ამისთვის, მადლობა ამისთვის. საქართველოს თავებას, საქართველოს მერიას, ქალბატონი ახვლედიანის უწყებას, რომელმაც აი ასე ყოველ წელს ჩვენთვის ზრუნავს უგზო-უკლოდ დაკარგულის ოჯახებისთვის და ამ დღესასწაულს ასე კარგად აწყობს. ისინი არ არიან დავიწყებულები, იმიტომ რომ ასეთი კარგი ხალხის ხელშია დღეს მათი ბედი. გრძელდება ბარათი გადმოსვენებები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნეშტს მაინც ვიპოვოთ და დაგრძალავთ ქრისტიანულად და მივაგებთ პატივს. აღინიშნება მსოფლიოში უგზო-უკლოდ დაკარგულთა დღე. ჩვენ საქართველოს ვუერთდებით ამ დღეს და ყოველ წელს აღნიშნავთ უგზო-უკლოდ დაკარგულთა დღეს. ეს დღეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. იმიტომ რომ ეს დღე არის მონატრების, გახსენების, თანადგომის, აზრთა გაზიარების, მოგონების, აი ყველაფერი ერთად აღნიშნავთ ამ დღეს და ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი.